გადავდივართ შემდეგ სადებატო საკითხზე. ოპოზიციამ ჯერ ვერ აჩვენა მოსახლეობას კვალიფიციური და გრძელვადიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ გამოწვევებზე. ამ დებულებას ორივე მხარე ითანხმება და მოდით მოვისმინოთ ორივე მხარის არგუმენტები. იწყებს ვადო. ვადომ მოიყვანა მაგალითად მშვიდობის თემატიკა. ქართულმა ოცნებამ ეს თემა თავის მთავარ ლოზუნგად გამოაცხადა. ანუ თუ არ გინდათ რომ უკრაინასავით დაგბომბონ და გაგვანადგურონ, მოგოცით ხმა ჩვენ და ქვეყანაში მშვიდობას შევინარჩუნებთ. ბერმა ამ თემაზე არ ილაპარაკა და თავს არ იდევდნენ ამ თემას. და ვადოს აზრით ეს სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი თემაა. მე ვეთანხმები ვადოს, რადგან ის, რასაც ოცნება აკეთებს მშვიდობისთვის, არ არის საკმარისი. მოდით შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომ არავინ არ არის დაცული იმისგან, რომ რუსეთი არ შეუტევს. ქართულმა ოცნებამ რამდენადაც არ უნდა დაიწყოს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესება, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთი არ შეუტევს საქართველოს. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ რუსეთთან ომისთვის. და გასაგებია, რომ ნატოში და ევროკავშირში უნდა შევიდეთ, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სულ დასავლეთის იმედზე ვერ ვიქნებით. ამაზე ოპოზიცია არ ლაპარაკობს. არ ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ უნდა შეგვინარჩუნონ მშვიდობა, ესეთი რთული პოლიტიკური კრიზისის დროს. რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ ჯარის განვითარებას. ხელფასის აწევა და სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა კი კაია, მაგრამ როგორ აპირებენ ამას არ ვიცი. ეს რომ ესეთი მარტივი ყოფილიყო ოცნება დიდი ხანი იზავდა ამას. კიდევ ვადო ლაპარაკობს იმაზე, რომ ოპოზიციონერებისგან განსხვავებით მისი პარტია 12 სართული აპირებს უფრო ფართოდ აუხსნას თავის ამორჩეველს თუ როგორ აპირებენ გარკვეული პრობლემების მოგვარებას. და მაგალითად მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც ვადო აპირებს ბენზინის ფასების დაწევას. ვადოს აზრით აქციზის გაუქმებით დაიწყებს თამბაქოსა და ბენზინის ფასები. ეს ჩემი აზრით აბსოლუტურად სულელური აზრია. ჯერ ესერთიც ვიცი მაგალითები აქციზის დაწევა ან გაზრდა რო იგეგმებოდა. მაგალითად საფრანგეთში ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის აპირებდნენ 2018 წელს აქციზის გაზრდას, რამაც გამოიწვია ბენზინის ფასების ზრდა და ამის გამო დაიწყო სერიოზული პროტესტები. და ინდოეთში როცა შემცირდა აქციზი, ინდოეთს გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა შეექმნა ეკონომიკური პრობლემებიც. რადგან კი ბატონო ბენზინის ფასი კი დაიწია, მაგრამ მალევე ფასი გაიზარდა, იმიტომ რომ ბენზინის ფასი სხვადასხვა ეკონომიკურ და გლობალურ ფაქტორებზე არის დამოკიდებული. და როცა მაგალითად ვალუტის გაუფასურების გამო ნავთის ფასი იწევს, აქციზი გინდ გქონია და გინდ არა.